ჩაჩხორო, ძმა ვაჩხორო. აფრაშაგე. ფოტო. ო? ფოტოა. ასხა. თუ აწერა ვირამეშლო. ჰა? კედლებზე ხო არაფერს აწერ? ლეგალური არის სადღაც. რა საჭე რა? სურათები უნახებ და იგივე. ეს ფარული ვიდეო 10 თებერვალს თბილისში დადიანის ქუჩაზეა გადაღებული. ჩანაწერში კლდანი ნაძალადევის პოლიციის მეცხრე სამმართველოს თანამშრომლები ჩანენ. არც ერთს ამ დროს წარმოდგენა არ აქვს, რომ კამერა ჩართულია. აი, არა მომხსენი კოდი მანახე შეინახატები. როდი? შეინახატები მანახე. ვიდეო ჩანაწერით ვიგებთ, რომ სკოლის მოსწავლე საეჭვოდ მიიჩნიეს იმის გამო, რომ 3 პულვერიზატორი ჰქონდა. ყველაფერი აი აქ, ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკში დაიწყო. ბავშვს პოლიციელები ძალის გამოყენებით მანქანაში სვამენ. მოხსენი. რა დავაშავო? კოდი მოხსენი. არა, საჭიროა. რა მოხსენი გითხარი პაროლი. არა, საჭიროა. ვაჰ. როცა მოვიდა. ხო და მოდი ვქნათ ახლა ეს. რას მაგრამ განარაგო. არ ვარ უბრალოდ საჭირო. ნახე. მოვიდეს. აიტიშნიკი, მაგ ტელეფონს ვაფშე იწამებში გახსნა. ამ დროს პოლიცია უკვე იცის, რომ დაკავებული არასრულწლოვანია. მათ არ აქვთ არანაირი უფლება საგამოძიებო მოქმედებები მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ჩაატარონ, მაგრამ მაინც აგრძელებენ ეგრეთ წოდებულ გამოძიებას. მოზარდმა იცის, რომ ტელეფონი ვიდეოს იწერს. გახსნის შემთხვევაში პოლიცია ჩანაწერს იპოვის ამიტომ. ბავშვი პირობითი სახელით გიორგი ოჯახთან დაკავშირებას ითხოვს. ბიჭო, ვინ არის მამაშენი ბიჭო? ვინ არის მამაშენი? ვინ ჩემი ციხეში. სად? ციხეში. მაგის დედა ხო და გაიგე ბიჭო? დამდები ხარ რა შე თესოლოში. გახსენი ტელეფონი თორ მოგიწევს ხა ბუზი. მიგიჭერ მამაშის გვერდზე ბიჭო, გაიგე? ეს ციროშე. გახსენი ხარ ერო თუმიშნი მეთქი ბიჭო. რა ჩემ ხარ ზონა რა ეს მამაშენი? ქურდულზე მაგის დედა მე. გახსენი რა არის პაროლი? არ მაცემინო თავი ჩემი დედა აი, რატომ ერთხავდა 16 ბიჭო, ამდეიცის ხო გეუნები, გახსენი პაროლი რა. ო, დამი დამარეკინე. დაგარეკინე, გახსენი პაროლი. შე დამარეკინე. გახსენი. დამარეკინე და გავხსნი დედას გებიჭები, ყველაფერს გებიჭები გავხსნი. გახსენი მეთქი ხა, დედაში არ მაინტერესებს. ეს გამდები ხარ. ვისაც გინდა დაურეკეთ, ნებისმიერ სხვა პოლიციას დაურეკეთ, გავხსნი. ვის ხო პოლიციას? პოლიციას დაურეკეთ, გავხსნი. მე ვარ პოლიციელი, ბიჭო, ჩემზე მეტი აქ არავინ არ მოგივა. გავიგე, მაგრამ ვინმეს დაურეკეთ, გავხსნი. ამ ინციდენტის დროს ერთ-ერთი ვინაობას ასახელებს. შვილო. საქვია. მე ვარ ამ რაიონის ხელმძღვანელი. ამ რაიონის ხელმძღვანელი, პოლიციის პროცესის მოადგილე. გიგლა ჯუნაშვილი. გიგლა მოძრაობებით. ესე გიორგი მხვია. გიორგი გიგლა ჯუნაშვილი ახლა თავისუფალია. მეტიც ის ისევ პოლიციის უფროსის მოადგილეა. სკანდალურ ჩანაწერზე გამოძიების დაწყების მიუხედავად არ უთქვამთ, რომ ერთი დაკავებულის გარდა რომელიმე პოლიციელს უფლებამოსილება მაინც შეუჩერეს. არადა ჩანაწერის თანახმად სკოლის მოსწავლის ციხეში პატიმარი მამის გაუპატიურების ორგანიზებით ემუქრებიან. ბიჭო, გახსენი მე შენ ფსიქიური ხატო. დაურეკე და გავხსნი, მართლა, ყველაფერს გებიჭები. ბიჭო, მისმნე. სანამ თითები დაგატეხენეთ. შენი მამის დედას ბიჭო. გაიგე? იქ ჩამარეკინეთ, დაგარეკინეთ მე. სერიოზულად გავხსნი, დამარეკინე და გავხსნი. შენ ჯონე ჯალაში მაგ ჯომაჯობე? არ. აბა რა გინდა? დამარეკინე და გავხსნი, სერიოზულად დამარეკინე და გავხსნი. ესე კი, ეს დამდებია რა. მართლა დამარეკინე და ხელი გაწიე მეთქი ბიჭო. გაწეული მე. ხელი შენი შენ. გეუნები მეთქი. შენი მამის დედას მოწიხე აი ამის. არ კი, მაგრამ დამარეკინე და გამაშის მოვატყინე. კარგი. ხო. მოდი აქ უკან და შენ მთელი დამჭირე. ამის შემდეგ კრიმინალური პოლიციის ალყაში მყოფი ბავშვის ყვირილი ისმის. ყველა ჯერზე ბიჭი დედასთან ერთი ზარის განხორციელების უფლებას ითხოვს, მაგრამ ყველა ჯერზე უარია. ხალი მომწყვდა. ხალი მომწყვდა. პოლიციის სამმართველოსკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთხელ ინტერესდებიან, რას ხატავს მოზარდი და სად. რას ხატავს შვილო, რას?
არ ვიცი, არ ვიცი რა გითხრათ, არ ვიცი. მივდივარ უბრალოდ რაღაცას ვფიქრობ, რა ვიცი, რასაც ხედავ ხატავ. სადა ხატე გულს? არ ვიცი რა ქუჩა არ მომახსოვს ქუჩას, მაგრამ ეგ იყო მაგლა. რას ხატავ, რას ნახატებს ხატავ? მილებს, სმაილებს. ჩაკეტილი ბავშვი, რა მეგობრები ყავს? არასრულწლოვანი, რომელიც ხატვითაა გატაცებული იმ ღამესაც დადიანის ქუჩაზე, კედლებზე რამდენიმე ნახატის დახატვას აპირებდა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბიჭი გაიტაცეს. დანაშაულის იარაღი, 3 პულვერიზატორი წაართვეს და არასრულწლოვანს უმეორებენ, რომ ნარკოტიკების დამდებია. რაფერებია, შავია სამი. კაბლაგაციებს ხატავ. ეს რო ხატავდეს ბიჭო ფერადების ეკნეოდა, სულ შავი რო. ეს ხატავს ეს. ვიდრე გელაძის უწყების თანამშრომლები აბსურდულ საქმეზე გამოძიებას ატარებენ და პულვერიზატორებს ათვალიერებენ, ერთ-ერთი გიორგის მობილურ ტელეფონზე დაკრული სტიკერით ინტერესდება. პოლიციელი ახლა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ცდილობს გაარკვიოს, რა არის ტელეფონზე გამოსახული. ჯოჯის კითხვის. ნარი. არიცი რა არის. ვიცი რაც ჩასდებისა, უბრალოდ დარტყმისგან დაიცვას, მაგრამ სხვა რამეც ნამა. 1 საათიანი ვიდეო მასალით დგინდება, რომ არასრულწლოვანს ცემით და მამის ციხეში გაუპატიურების ორგანიზებით ემუქრებოდნენ. ამ ყველაფერს კი სულ მცირე 4 პოლიციელი უყურებდა და ისმენდა. ანუ სამართალ დარღვევის თანამონაწილეები იყვნენ. ჩანაწერში ისმის კიდევ ერთი საინტერესო ფრაზა. პოლიცია ადმინისტრაციული წესით დაკავებით და ოქმის შედგენით ემუქრება მეათე კლასელს თუ მობილურის პაროლს არ იტყვის. ანუ ბავშვს წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით უპირებენ დაჭერას მხოლოდ იმიტომ, რომ ტელეფონის დათვალიერების უფლებას არ აძლევს პოლიციას. დაგაკავი ბოზულიყო ადმინისტრაციულად. არ კაი ხო რა, კომანდა. გააჩენეს დედამონული მანქანაკიდეში. სადმი? 16 წლის არასრულწლოვანი დადიანის ქუჩაზე, კიკვიძის ბაღთან მდებარე მეცხრე განყოფილებად ცნობილ აი ამ შენობაში მიიყვანეს. აქ დიდი ხანი არ ყვევდნენ, რა უნდა ეკნათ. ბოლოს ერთ-ერთი დამკავებელი პოლიციის უფროსთან რეკავს. ამ დროს ისევ იქვედევს სკოლის მოსწავლის ტელეფონი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს კი გონია, რომ მობილური დაბლოკილია და უფუნქციო. რეალურად კი ის ყველაფერს იღებს და იწერს. ზაური ჩაშვი, ზაური. რავი, ახლა მოვკრო. და ახლა ლოკაციაზე რო ვიყავით, აკა ორჩეთ კლუბში ყო შეფუთნული იყო ბარსეთკით რა, მასკი დაიმით. შევაჩერეთ 3 სალი პულვერიზატორია, კაუჩი ჩანთაში რა. და ტელეფონს აგვიხსნდა. მანქანაში ჩავიჯინე, მანქანაში არ გამიხსნა რა, კაუჩი ტელეფონი რა. ხე არავის არ გვიცემია, მე ვიყავ ერთ-ერთი უყვირე რა ტემას და შემოვიყანე სამართლოში ეს. პატივცემი. და შეუსებ 16 წლის არის ხო? შეუსებ. რა ადგილად მე რომ შემოყავთ, ბიჭო, არ შეიძლება მაგ 16 წლის შემოყვანა შენობაში. პოლიციის უფროსმა უკვე იცის, რომ მისი განყოფილების თანამშრომლებმა უკანონობა ჩაიდინეს, მაგრამ ახლა უკვე საქმის ჩაფარცხვა დაიწყო. ზაურიჩი მითითებებს ტელეფონით იძლევა. რა უნდა შეუსო მან შობელი როცა არ ყავს. შობელს დავიბარე კაცო. დაუხსნი არ გაგვიმარტა მე სოფიოს გავაკეთებინებ და გავუშვებ რა გავაჯმე. დაცხოვს. ჯურაჯი და შენობაში რომ შემოყავთ, გავუკეთეთ ადგილზე ერთი ყაობათ ფარადინა პულსელი იდენტიფიცირება და გააჯვინეთ ხო. დაცხოვს ის მაცხოვრებელია. ამ ერთი ფარული ჩანაწერით კარგად ჩანს, ვის ხელშია სამართალდამცავი სისტემა. როცა აქამდე სხვები პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზე ლაპარაკობდნენ, დიდ ნაწილს არ სჯეროდა. მაგრამ ახლა ერთი ფარული ჩანაწერით კარგად გამოჩნდა, რასთან გვაქვს საქმე. ვიდეოთი დგინდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ყოველდღიური გეგმა აქვთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა დაატერორონ.
ხო აუშვი ხა მაგის გამო ნუ ჩამოყრიან ოპერები ფეხებს მანდ რა გაუშვი ოპერები ქუჩაში გარეთ და საქმეს ვიღებოთ ძმაო სირცხვილია მართლა რა სამი კაცი ყავთ დღესულ გადამოწმებული არ მაინტერესებს ძმაო გამომძიმელი დაუჯდეს მოიყვანეთ ეგ მშობელია თუ ვიღაცა და გააკეთა გააჯ მაგის დედას არ შევ არც ერთი თანამშრომელი არ უნდა ხო შეგნით ეხლა გარეთარია ყველა რაც მეც მაგათანები მოვინეთ რომ გარეთარია მიჭერ მე გაუშვით რა გააგდეთ ამოაშორეთ რა პოლიციის უფროსთან ზარის შემდეგ სიტუაცია იცვლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ბავშვს თითების დამტვრევით და პატიმარი მამის გაუპატიურების ორგანიზებით ემუქრებოდნენ, სკოლის მოსწავლეს ახლა კეთილი ბიძების როლებში ევლინებიან. ანჯავიძე! გისმენდა. განდევით მაგ ბოშთავი. შემოიყვანეთ. ჩემთან შემოიყვანეთ. სხვა რამე დახმარება ხო არ გინდა ჩვენდა? ვიდეო ჩანაწერში მინიმუმ 6 პოლიციელის იდენტიფიცირება თავისუფლად შეიძლება. ისმის სახელები, ზოგიერთ შემთხვევაში გვარები, გამოძიების სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დაადგინონ ვიდეოში ნახსენები პირები. Police, nice. Доброго дня, заусенით რომ ბავშვის ასვანიერის ასეც მაინ სუთავი ანებს რა პატარა გოის კოფი გაუკეთეთ რა შეფობილო არაფერი კაც ჩვენ შემოვიყავით ბავშვთა ჩილომალი რა მითხარდა შეფობილო პოლიციის განყოფილებაში უკვე ხვდებიან, რომ შარში არიან და დაშვებული შეცდომების სასწრაფოდ გამოსწორებას იწყებენ. ანუ საქმის ჩაფარცხვას. დატერორებული ბავშვი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიშორონ. ამ მომენტში კიდევ ერთი პოლიციელი ჩნდება. ეს გიორგი კეკელაშვილია. სწორედ მას მიანდეს უკანონოდ დაჭერილი სკოლის მოსწავლის დედასთან დარეკვა. გიორგი კეკელაშვილი. კი ბატონო, მე სულში ვზანდა. კი ბატონო, გადამოწვევის მიზნით და აღმოჩნდეთ. კი ბატონო. კი ბატონო. ქალბატონო, ახლა როგორი სიტუაცია არის? ჩვენ რა თქმა უნდა საპატრულო ეკიპაჟი არა ვართ და ჩვენ ვართ კრიმინალ პოლიციის თანამშრომლები. რაც ესახეთ ჩვენ ადგილზე ბოდიში ეწუს ქალბატონო, რა ქვია თქვენ? ქალბატონო კი ბატონო გიორგი. მისმით ეწუს. რა მაინტერესებს ქალბატონო რომ მობრძანეთ პოლიციაში და გაგისაუბრებით აქ. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია ადგილზე მოვიდეთ, რა ვიცი, თუ პრობლემა აქვს თქვენ, მაგაში შეგვიძლია შეგეხილოთ და ადგილზე მოვიდეთ. სკოლის მოსწავლის დედამ ჩივილი გადაწყვიტა. ეს კადრები შაბათის ეთერმა ხუთშაბათს ყაზბეგის ქუჩაზე გადაიხო. ამ დღეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვი არასრულწლოვანთა განყოფილებაში გამოკითხვაზე ადვოკატთან და დედასთან ერთად შევიდა. მსხვერპლის ოჯახმა აქ მოსვლამდე ყველა სახელმწიფო უწყება ჩააყენა საქმის კურსში. იყო ზარის ასწრაფოშიც. 90-იან წლებში იყო ესე, რომ ბავშვს დაიჭერდნენ ბავშვი რა ნებისმიერ ადამიანს მოქალაქეს და ძალადობრივი მეთოდები და ვერ წარმოუდგენს. საერთოდ 21 საუკუნეში თან ბავშვი რო იყოს რაღაცით მიდრეკილი კიდე ხმას არ ამოიღებს ადამიანი. ჩემ შვილს თუ ასე დამართეს, ახლა წარმოვიდგინე სხვისი შვილები, რომლებიც ხმას ვერ იღებენ და ვერ იძახიან. ნუ ჩემმა შვილმა თქვა, ხო? და ჩემში მე ეს კადრები რო არ მქონოდა, ვერ დამამტკიცებდი ფიზიკურად, რომ მოხდა ასეთი საშინელება და აი კრიმინალია ზუსტად ასე მოექცნენ ჩემში. მეათე კლასელი ბიჭის დედა პროკურატურაში მტკიცებულებებით შეიარაღებული შევიდა. გამომძიებლებისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა CD დისკი, რომელზეც 1 საათიანი ვიდეო იყო ჩაწერილი. ასე გაირკვა, რომ პროკურატურის თანამშრომლებთან შეხვედრის მსურველების ბრალდებები მხოლოდ სიტყვებს არ ეფუძნებოდა. განცხადება როცა შედის არასრულწლოვანთან დაკავშირებით, გამოძიება ეგრევე იწყება. ამათ არც დაწყებული არ ქონიათ საერთოდ, არც აპირებდნენ, ან დავიწყებთ ან არაო, სავარაუდო ეგეთი ის იყო,
განცხადა ის გამიკეთა კომენტარი თვითონ თანამშრომლებს ეს ნიშნავს ან დავიწყებთ ან ხო გააჩნიაო ჩვენ ანუ ამათ მარიცოდნენ მე რომ მთლიანი ჩანაწერი მქონდა ამ ამსახველი კადრები ხუთშაბათს ჩაწერილ ინტერვიუში მსხვერპლის დედა შაბათის ეთერს უყვება რომ მას არაერთი ადამიანი მიუგზავნეს გაჩუმებას თხოვდნენ მომიგზავნეს რამდენიმე პიროვნება რომ აი საჩივარი გაიტანე რო არ მოხდეს ნუ შენ რაში გაძლევსო ვიღაცაო სამსახურს დაკარგავსო ბავშვი გეზდებაო მოზარდიო ქუჩის ბიჭები მოვიდა ზოგი ისენი რომ ნამდვილად არ ველოდებოდი და ყველაზე ცუდი რა არის იცით ეხლა რომ მომიგზავნეს ვიღაცეები მუქარი შემცველი რომ ნარკობარონი ასე უბაზრებენ თითქოს როდებენ რაღაცეებს რა ხო დამდებებს ხო დამდებიო ესე გაუბაზრეს ბოდიში ჟარგონისთვის ჩემთვის რომ ვითომ ესეთი ტიპაჟი არის კავშირი არ აქვს თქვენ შულს ნარკოტიკებს არანაირი არასდროს სიგარეტსაც არ ეწევა სასმელს არ სვამს და სხვანაირი ბავშვია მე გამოძიების დროს სკოლიდანაც შეგვიძლია გამოვითხოვოთ ინფორმაცია და ყველა იმიდან რა მე არ ვაპირებ უკან დავიხო იმიტომ ნუ როგორ გითხრათ იცი მე არ მეშინია ერთხელ ვიბადები ერთხელ კვდები რა ვქნა ეხლა პირდაპირ გეუბნებით ეს ინტერვიუ იმ სახელმწიფო უწყებასთან ჩავწერეთ, სადაც არასრულწლოვანი ბავშვი მშობლის და ადვოკატის თანდასწრებით 2 საათი იკითხებოდა. ბავშვს აქვს ყელზე და ხელებზე ორივე კიდური აქვს ნაკაწრები აქვს და ესკორაციები აქვს ბავშვს ორივე ხელზე და ასევე ყელზე. ბავშვი არის უმძიმეს მდგომარეობაში, რადგან წარმოგიდგენიათ 5 პოლიციელი 16 წლის ბავშვს აყენებს შეურაცხყოფას ღამეს სიბნელეში ემუქრებიან ოჯახის წევრებით. ადვოკატმა და დაზარალებული ბიჭის დედამ პროკურატურის შენობა ისე დატოვეს, რომ მათთვის არავის უთქვამს დაიწყებოდა თუ არა გამოძიება. მას შემდეგ, რაც ქართული ოცნებისთვის ცნობილი გახდა, რომ შაბათის ეთერის ხელში იყო სკოლის მოსწავლის მიერ გადაღებული ვიდეომასალის სრული ვერსია, ხელბურკილები დაადეს ლუკა ხურცილავას, პოლიციის მაღალჩინოსანს. მან გამოძიებას აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა. არ არის თქვენი თანამშრომელი? არა და თუ შეიძლება. გაათავისუფლეს უკვე სამსახურიდან? არ ვიცით ვიზემეს საუბრები. აი შეხედეთ ბატონო, ერთი წუთით რა. აი ეს ადამიანი არიცით ვინ არის? არასრულწლოვანი მოიყვანა ამ შენობაში 16 წლის ბავშვი. არ ვიცი ხალბატონო, პოლიციაში ჩემბზანდი, იმ შენობაში ეს არ არის პოლიციის შენობა? კი არის, მაგრამ იქ ჩემბზანდი. 16 წლის ბავშვის დააჭერა კანონიერია. რო არ ვიცი. პოლიციელები არ ხართ ბატონებო? პოლიციელები არა ხართ, აბა ყოლოძი ხართ ამ შენობაში? ხურცილავა ახლა შედარებით მსუბუქი მუხლითაა დაკავებული. ხელშეუხებლები არიან მისი თანამშრომლები, რომლებიც მინიმუმ დანაშაულის თვითმხილველები იყვნენ, მაგრამ ყველაფერი დამალეს. თუმცა ამის მიუხედავად 4-ვე თანამდებობაზე რჩება. მანჯავიძე სიცნობთ ბატონო? კიდევ მუშაობს მანჯავიძე? გამოკითხვაზე მაინც დაიბარეს? 16 წლის არასრულწლოვანი რომ გაიტაცა, გამოკითხვაზე მაინც დაიბარეს? რა იცით, რამდენი ადამიანი დაიჭირეს? რატო გვაქვს ჩაკეტილი? მხოლოდ ერთი მოძალადე დაიჭირეს თუ მისი თანამძრახველი, რომელმაც დანაშაული დამალა? მეათე კლასელი ბიჭი, პირობითი სახელით გიორგი, პარასკევს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იმყოფებოდა. სპეციალისტებმა აღწერეს და დაასურათეს მუზარდის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები. სხეულზე ქონდა დაზიანებები, თვითონ სასწრაფომაც დააფიქსირა, ხელებზეც აქვს, ხრების არეშიც აქვს, თვითონ ნაკაწრები არის, დაწითლებულები არის. თბილისში დადიანის ქუჩაზე მომხდარი დანაშაული ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, არასრულწლოვანზე ძალადობას და პოლიციელების უკონტროლო ქმედებას კარგად აჩვენებს. ხალხი, ვინც წესით კანონს უნდა იცავდეს, თავად არღავს მას, მაგრამ რატომღაც მოზარდის გატაცების და უკანონოდ თავისუფლების აკვეთის ამბავზე მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული.